ირანმა ჯოჯოხეთი იხილა მას შემდეგ, რაც საიდუმლო თავდასხმები, რომლებიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებს მიეწერება, ირანის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებს, მათ შორის ლავანის კუნძულის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სპარსეთის ყურეში დაარტყა. ფარული შეტევითი ოპერაციის ფარგლებში, რომელმაც ახალი ძალა შეიძინა საინფორმაციო საშუალებებში, ამ სამშაბათს 2026 წლის 12 მაისს. ზუსტად იმ დროს, როცა შეერთებული შტატები აფართოებს ნადირობას ისლამური რევოლუციური გვარდიის ქსელებზე, ხოლო ისრაელი კვლავ ბომბავს ჰეზბოლასთან დაკავშირებულ პოზიციებს ლიბანში. თეირანში ზეწოლა ძლიერია, რადგან წნეხი ახლა მხოლოდ ვაშინგტონისა და თელ-ავივის მხრიდან აღარ მოდის, არამედ თავად სპარსეთის ყურის ქვეყნებიდანაც, რომლებმაც წლები გაატარეს დრონების, რაკეტების, მილიციებისა და ირანის რეჟიმთან დაკავშირებული ფარული ქსელების მუქარის ქვეშ. და ახლა ისინი იწყებენ საპასუხო მოქმედებებს იმ მექანიზმის მგრძნობიარე წერტილების წინააღმდეგ, რომელიც ნავთობს, ფულს, სამხედრო სარდლობასა და ინფრასტრუქტურას ამყარებს. ამ ყველაფერს მალე გიამბობ, მაგრამ ეხლა გირჩევ, არხზე გამოიწერო, რომ ინფორმირებული დარჩე. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, მილსონ ალვისის სანდოობის სტანდარტით. ყველაზე სენსიტიური ინფორმაცია ისაა, რომ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანში საიდუმლო შეტევები სავარაუდოდ განუხორციელებიათ. მათ შორის ლავანის კუნძულის ნავთობგადამამუშავებელზე დარტყმა სპარსეთის ყურეში, ის ყურეში, აპრილის დასაწყისში. აბუ-დაბიმ საჯაროდ არ აიღო პასუხისგებლობა ამ ქმედებაზე, მიუხედავად ამისა გამოხმაურება ძლიერი იყო. რადგან ეს სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ერს პირდაპირ აკავშირებს ირანის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმასთან, იმ დროს, როცა თეირანი უკვე აშას-ეშოსსა და ისრაელის ზეწოლის ქვეშაა. ლავანის კუნძულს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან მასზე განთავსებულია ირანის ენერგეტიკულ სექტორთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა. ამ თავდასხმაში, რომელიც ემირატებს მიეწერება, დაღუპულთა ოფიციალური რაოდენობა ცნობილი არ არის. ირანის რეჟიმი აცნობიერებს, რომ მისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, მარშრუტები და ფინანსური სტრუქტურა უკვე აღარ არის დაცული მხოლოდ მანძილით ან შურისძიების მუქარით. დარტყმა რეჟიმის სენსიტიურ წერტილს ეხება. ამ რეგიონული რეაქციის მიზეზი ირანის მხრიდან მეზობლებსა და მოწინააღმდეგეებზე წლების განმავლობაში განხორციელებული ზეწოლაა. რეჟიმმა გამოიყენა მილიციები, დრონები, რაკეტები, გემები და ფარული ქსელები სპარსეთის ყურის ქვეყნების დასაშინებლად, შეიარაღებული მოკავშირეების მხარდასაჭერად და თავისი გავლენის გასაფართოებლად, ისე, რომ არ აეღო საკუთარ თავზე ღია ომის ყველა ხარჯი. ახლა კი პასუხი სხვადასხვა გზით იწყებს მოსვლას. დისკრეტული თავდასხმები, სანქციები, ინფორმაციისთვის დაწესებული ჯილდოები, ეჭვმიტანილების დაპატიმრებები და მოკავშირე ჯგუფებზე განხორციელებული დაბომბვები. ირანი, რომელმაც სადა შიში გაევრცელებინა გარშემო, ახლა თავად იწყებს იმის განცდას, რომ ეს შიში მისივე სტრუქტურაში ბრუნდება. შეერთებულმა შტატებმა პირდაპირი ფრონტი გახსნა ისლამური რევოლუციური გვარდიის ფულის წინააღმდეგ. ამ ეტაპზე ნადირობა მხოლოდ სამხედრო არ არის. ეს ფინანსურია, იურიდიული და სადაზვერვო. ეს წნეხი ასევე გულისხმობს ჯილდოს. პროგრამა ჯილდოს სამართლიანობისთვის თავაზობს $15 მილიონ ჯილდოს იმ ინფორმაციისთვის, რომელიც დაეხმარება რევოლუციური გვარდიისა და ქუდსის ძალების ფინანსური მექანიზმების შეჩერებაში. მარტში როიტერსმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონის თავაზობდა $10 მილიონ ჯილდოს იმ მონაცემებისთვის, რომლებიც ეხებოდა ირანის რეჟიმთან დაკავშირებულ სამხედრო და სადაზვერვო მაღალჩინოსნებს. ლოგიკა ნათელია, გამოავლინო ისინი, ვინც მართავს, შეწყვიტო დაფინანსება და გაართულო მოძრაობა მათთვის, ვინც უზრუნველყოფს თეირანის გარე ოპერაციების უკანდგომ მექანიზმს. ამასობაში ისრაელმა გააძლიერა შეტევები ჰეზბოლას წინააღმდეგ ლიბანში. ამ სამშაბათს ისრაელის ავიაციამ დაარტყა ლიბანის სამხრეთ რეგიონებსა და ბექას ველს. ლიბანის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ჯიბჩიტში განხორციელებულმა თავდასხმებმა 3 ადამიანი იმსხვერპლა და 4 დაჭრა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ომის დაწყებიდან მარტიდან მოყოლებული დაღუპულთა რაოდენობა 2882-ს მიაღწია, ხოლო დაჭრილთა რაოდენობა 8786 შეადგენს. ახმედ გალე ბალაუტის სიკვდილი ამ შეტევის სიმძიმეს კიდევ უფრო უსვამს ხაზს. ჰეზბოლამ დაადასტურა, რომ ის დაიღუპა საჰაერო თავდასხმაში ბეირუთთან ახლოს 6 მაისს, ხოლო ისრაელმა განაცხადა, რომ ის იყო ჰადუანის ძალების ჯგუფის ელიტური დანაყოფის მეთაური. ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ისრაელი მხოლოდ ცალკეულ პოზიციებს არ ესხმის თავს. ოპერაცია ცდილობს დაარტყას სარდლობის ჯაჭვს, რომელიც აერთებს ჰეზბოლას, ირანს და რევოლუციურ გვარდიას. თეირანისთვის ლიბანში თითოეული ლიკვიდირებული მეთაური ნიშნავს გავლენის დაკარგვას და კიდევ უფრო დიდ სირთულეს გამოიყენოს ეს ჯგუფი ისრაელზე ზეწოლის ბერკეტად. ჰეზბოლა ცდილობს პოლიტიკურად გაუძლოს ლიბანში.
ლიდერმა ნაინ კასემმა ლიბანის მთავრობას სთხოვა უარი თქვას ისრაელთან ვაშინგტონში პირდაპირ მოლაპარაკებებზე და მხარი დაუჭირა მხოლოდ არაპირდაპირ დიალოგს. მან ასევე განაცხადა, რომ ჯგუფის იარაღი ლიბანის შიდა საკითხია. თუმცა ლიბანის მთავრობამ დაიწყო მტრულობის დასრულების, ისრაელის ჯარების გაყვანის, ლიბანის არმიის ლიტანეს სამხრეთით განთავსების, ტყვეების გათავისუფლებისა და გადაადგილებულთა დაბრუნების მოთხოვნა. დაპირისპირება მძიმე დაყოფას აჩვენებს. ჰეზბოლა ცდილობს შეინარჩუნოს თავისი შეიარაღებული ძალა, მაშინ როცა ლიბანი ატარებს ომის ადამიანურ და პოლიტიკურ ფასს. საუდის არაბეთის ჩაერთვა ამ თამაში. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რიადმა მარტის ბოლოს ირანის წინააღმდეგ საიდუმლო დარტყმები განახორციელა, როგორც პასუხი ირანის ქმედებებზე სამეფოს მიმართ. რეპორტაჟში აღნიშნულია, რომ ეს იქნებოდა საუდის არაბეთის პირველი ცნობილი პირდაპირი სამხედრო მოქმედება ირანის ტერიტორიაზე. ეს ფაქტი კიდევ უფრო ამძაფრებს ცვლილებებს სპარსეთის ყურეში. ქვეყნები, რომლებიც ადრე მხოლოდ დიპლომატიით ცდილობდნენ თავის დაცვას, ახლა უფრო მკაცრად პასუხობენ, როდესაც ირანი სამიზნედ იღებს პორტებს, ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებს, ბაზებსა და სავაჭრო მარშრუტებს. ბარეინი შიდა უსაფრთხოების გზას დაადგა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოაცხადა 41 ადამიანის დაკავება, რომლებიც ბრალდებულნი არიან რევოლუციური გვარდიისთან კავშირში და ტერორიზმის დაფინანსებაში. ეს ნაბიჯი გადაიდგა სპარსეთის ყურეში არსებული დაძაბულობის ფონზე, მას შემდეგ რაც ირანმა მუქარები გამოთქვა გემებისა და აშშ-ს ბაზების მიმართ. ამგვარი ქმედებები აჩვენებს, რომ თეირანის წინააღმდეგ წნეხი მხოლოდ მასშტაბური თავდასხმებით არ ხორციელდება. ის ასევე მიმდინარეობს გამოძიებების, დაპატიმრებებისა და ქსელების დაბლოკვის გზით, რომლებიც შესაძლოა ირანის რეჟიმის ფარულ მხარდაჭერას წარმოადგენდნენ სხვა ქვეყნებში. ბოლო დროის ისტორია დაგვეხმარება აუხსნათ, რატომ განიხილავს ვაშინგტონი რევოლუციურ გვარდიას როგორც მთავარ სამიზნეს. 2020 წელს დონალდ ტრამპის ბრძანებით აშშ-ში მოკლა ქასემ სოლეიმანი, ქუდსის ძალების ხელმძღვანელი ბაღდადის აეროპორტთან ახლოს. თავდაცვის დეპარტამენტმა მაშინ განაცხადა, რომ ეს ქმედება განხორციელდა საზღვარგარეთმყოფი ამერიკელების დასაცავად და სოლეიმანი შეაფასა როგორც აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჯგუფის ხელმძღვანელი. ამ ეპიზოდმა აჩვენა, რომ ვაშინგტონი მზად იყო დაერტყა ირანის ოპერატიული აპარატის ხელმძღვანელობას, როდესაც პირდაპირ საფრთხეს აფასებდა. 2026 წელს ზეწოლა უფრო განაწილებულად ჩანს. სანქციები, ჯილდოები, დაზვერვა, რეგიონული მოკავშირეები და დარტყმები რეჟიმის გარე სტრუქტურებზე. სხვა ფაქტორი, რომელიც გოლფის მეხსიერებაში რჩება, არის 2019 წლის თავდასხმები საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე, აფქაიქში და ყურაიშში. იმ დროს ამ თავდასხმამ რამდენიმე დღით საუდის არაბეთის წარმოების ნახევარზე მეტი შეამცირა და აჩვენა, თუ როგორ შეუძლიათ დრონებსა და რაკეტებს ენერგეტიკის, ბაზრისა და უსაფრთხოების მიზანში ამოღება ტრადიციული გამოცხადებული ომის გარეშე. შეერთებულმა შტატებმა, საუდის არაბეთმა და ევროპულმა ძალებმა ირანი დაადანაშაულეს. ისრაელი თავს ესხმის ჰეზბოლას, რათა დაასუსტოს ირანის სამხედრო დამაკავშირებელი რგოლი ლიბანში. აშშ-ში მიზანში იღებს რევოლუციურ გვარდიას, ფულით, ჯილდოებითა და სანქციებით. საუდის არაბეთმა სააგენტო როიტერის მიხედვით თვით ირანში საიდუმლო მოქმედებებით უპასუხა. ემირატებმა, როგორც ამას საერთაშორისო მედია ავრცელებს, ირანის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა დააზიანეს. ყოველ ფრონტს განსხვავებული მეთოდი აქვს, მაგრამ ყველა ერთსა და იმავე ცენტრს აწვება. ეს არის სტრუქტურა, რომელიც ირანის რეჟიმს აძლევს საშუალებას დააფინანსოს მოკავშირეები, დააშინოს მეზობლები და შეინარჩუნოს რეგიონული გავლენა. თეირანი შეიძლება კვლავ შეეცადოს ახალი მუქარებით პასუხს, მაგრამ რეალობა შეიცვალა. მისი ქსელები, მისი მეთაურები, მისი მოკავშირეები და მისი ინფრასტრუქტურა იშვიათი გამოაშკარავების ფაზაში შევიდა. მე ვარ მილსონ ალვეს, ნიუზ და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო ჭეშმარიტი ინფორმაცია. ახალი ამბების მულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.